რუსთაველზე პოლიცია ძალადობრივად აკავებს აქციის მონაწილეებს. რატო აკეთებთ ამას? პოლიცია აკავებს ყველა იმ პირს, ვინც არბობს კანონს. შესაბამისად, ამ პირების წარდგენა ხდება სასამართლოში და იქ ყველა ხედავს, რომ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ კონკრეტული პირები ცნობილი იქნენ სამართალ დარღვევად. და არაერთი ფაქტი ვნახეთ თითოეულ ჩვენთაგანმა, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ისა თუ ის პირი იქნა ცნობილი სამართალ დარღვევად და შესაბამისი ჯარიმა სხვა ტიპის სახელი დაეცა. ადამიანები ტროტუარზე მიდიოდნენ და ისე დააკავეს. იჯდა ადამიანი რუსთაველზე ძელსკამზე და ისე დააკავეს. ეს კანონიერი დაკავებაა? ყველა დაკავების შესახებ წარდგენილი არის სასამართლოში მტკიცებულებები, ხდება ღია სასამართლოს ყველაზე განხილვა და შემდგომში თქვენ ხედავთ, რომ ის პირები ცნობილი არიან სამართალ დამრღვევებად. შესაბამისად, ფაქტი არის სახეზე, რომ სასამართლომ ნახა და დაინახა, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულები სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ პირები ცნობილი ყოფილიყო სამართალ დამრღვევად. გაშიშვლებაზე, იზოლატორში გაშიშვლებაზე უნდა გოდიში ელჩი უნდა დავაყენოთ და ვეჭქარება. მადლობა. ბატონო ალექსანდრე, იზოლატორში არ შიშვლებენ? გავეც პასუხი, გავეც. ამ კითხვაზე არ გაგიცნობთ? როგორ გავეც პასუხი პარლამენტში. სტამბოლის საერთაშორისო პროტოკოლის შესახებ. შეგიძლიათ თითოეულ კომენტარს.